სასამართლო რო თავის სიმაღლეზე იდგება როგორც ადვოკატი, ისე პროკურორი. მარტო ისიციან რომ არის ადვოკატი, აცვია შარვალ კოსტუმი და აი ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ იციან და ამის გავსწრების აპრიორი არ უნდა ასოცირდებოდეს იმასთან რომ აი მარტო ფულია ეს ადვოკატი და მოსიარულე შარვალ კოსტუმი. როცა უდანაშაულო ადამიანი და სთავაზობენ რომ 7 წელს მოაწეროს ხელი, მე წავიყვანე პოლიცია ჩემით სასაფლაოზე რომ ნარკოტიკები მეჩვენებინა და ასე შემდეგ. სასამართლო ამბობს რომ აქ იტყუება ბრალდებული იმ დანაშაულს პოლიცია მისი დახმარების გარეშე საერთოდ ვერ გახსნიდა. საერთო სასამართლოებს მტკიცებითი სტანდარტი უნდა აეწიათ და რა გააკეთეს ისიც რაც იყო ისიც დაძიეს. გააზრება და გაცნობიერება ვერ მოასწრო და კაი ჯანდაბას უზენაესში ხომ აიც რაღაცა უზენაესმა საერთოდ არ წაიკითხა. უზენაეს სასამართლოს აქვს გარკვეული პატერნები შემუშავებული. პატერნი რას ნიშნავს? რაღაც შაბლონური დასაბუთებები, რომელიც რასაც არ უნდა მიაწეროს, ნებისმიერ უკანონობას ასაბუთებს. ორი გზა გაქვს, რომ კლიენტები იშოვან რეპუტაციით, შენ თუ არა გაქვს რეპუტაცია, შენ კლიენტის დეფიციტი გექნება. მესამე ადგილზე ვართ ვარცხნობით პატიმრების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე. ამ პატიმრების უდიდესი ნაწილი არის ნარკოტიკები და ოჯახური ძალადობა. მამას არ აქვს უფლება შვილი აკონტროლოს, სადაც ხო, აი არა აქვს და დედას არ აქვს. ძალიან ბევრმა ესეთმა ბავშვმა მშობელი დააჭერინა. და მე დათქვა რომ შევიდეთ პოლიციის განყოფილებაში, ჩვენი კლიენტი რო დავიცვათ. და ჩვენ რო გცემოს პოლიცია. კი. და დალურჯებები რო ქონდეს. იქ უკვე მაღალი. იქ იცით რა არის? თავი არის სიმართლის დამტკიცება ყოველთვის. რადაც არ უნდა დაგვიჭდეს ეს. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო, დიდი სიყვარულით და დიდი მადლიერების გრძნობით, რადგან ჩვენს მიერ თქვენთვის შემოთავაზებული ეპიზოდებიდან ძალიან პოპულარული გახდა, მე მგონი ეს ჩვენი პლატფორმა და რაც უფრო მეტი დღე და დრო გადის, უფრო მეტი და მეტი მაყურებელი გვემატება. როგორც rilsებში, ასევე ძირითად ეპიზოდზე, რაც არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის და თქვენი მადლიერები ვართ, ბუნებრივია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ, ჩვენი გამომწერების რაოდენობა 100-ს უკვე გასცდა, სულ 2 ეპიზოდი გქონდა და ეს კარგი შედეგიაო, როგორც მეუბნებიან, მიხარია, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის ჩვენ მზად ვართ. დღეს მარტო ვარ წარმოდგენილი, რადგან ჩემს თანაწამყვანს ბატონ ლევან ჭიღლაძეს რაღაც ოჯახური სიტუაცია მამა შეუძლოდ გაუხდა და აქედან გამომდინარე ის დღეს ვერ დაგვესწრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ რაიმე შეიცვალა ფორმატი. ბატონ ლევანი იმედია მამა კარგად ეყოლება და მომდევნო ეპიზოდში შემოგვიერთდება. ჩვენ იმდენად მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა, რომ ეს დღე არ ჩავაგდეთ. მით უმეტეს ისეთი საინტერესო სტუმარი ყავს მოწეული, რომელთან საუბარი ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა და მე იმედი მაქვს, რომ ასევე იქნება თქვენთვისაც. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალგაზრდა კოლეგა. მე ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ვხედავ ასეთ ახალგაზრდა მოტივირებულ იურისტებს და ვხედავ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ასეთი საიმედო ახალგაზრდობის ხელშია. საბა ხელაშვილი გახლავთ, რომელმაც ისწავლა ჯიპაში, ისწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკვე რამდენიმე წელია საადვოკატო პრაქტიკა აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. საბა, მოგესალმებით ჩემო კარგო. პირველ ყოვლისა მოგესალმებით ელზა, კიდევ ერთხელ მე და ქალბატონი ელზა მაყურებლისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ვართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრები, სწორედ იქ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩვენი მაყურებლების დიდი ნაწილი არის ჩვენი კოლეგა. ქალბატონმა ელზამ წამოიწყო პოდკასტების სერია, ეს ძალიან ლევანთან ერთად, ლევან ჭიღლაძესთან ერთად და უკვე რამდენიმე ძალიან საინტერესო გადაცემა ჩატარდა. მანამდე, როგორც ვიცი, ჩვენ სხვა კოლეგებსაც აქვს მსგავსი ტიპის პოდკასტები და მე მათ, რა თქმა უნდა, ვადევნებ ხოლმე თვალყურს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოიწერეთ ეს არხი ადვოკატის ხმა, ასევე გააზიარეთ Facebook და სხვა პლატფორმებზე, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის ფორმატები და უშუალოდ ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ასევე კოლეგებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ არის რაღაც გარკვეული სტერეოტიპები საზოგადოებაში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ როგორც წესი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ქონიათ ადვოკატებთან მანამდე შეხება და ბუნებრივია ჩვენ ღია კომუნიკაცია უნდა გავმართოთ საზოგადოებასთან და ამისთვის ქალბატონ
ელზას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა. ბევრი კოლეგის სახელითაც სხვათა შორის მე რომ მოვდიოდი, ბევრმა კოლეგამ წარმატება მისურვა გადაცემაში და რა თქმა უნდა, დარწმუნებულვარ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივა დღეს და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ პოდკასტს ჩავწერთ სამართლებრივ საკითხებზე, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომელიც არის საზოგადოებისთვის უცხო და აქტუალური, რათა უფრო გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება იურიდიულ, განსაკუთრებით კი საადვოკატო მიმართულებით. Როგორ საქმიანობენ ადვოკატები, რას ფიქრობენ ადვოკატები, როგორია რა დაბრკოლებებს ხვდებიან, რამდენად ხშირად რამდენად უთანასწორო ბრძოლაში უწევთ მათ შესვლა, იმისათვის რომ დაიცვან კლიენტების უფლებები და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად საზოგადოებასთან, მაგალითად, როდესაც მივდივართ, რომ პირობითად კამერები ამოვიღოთ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ან დავკითხოთ კონკრეტული მოწმე, ან მოვიწვიოთ ნაფიცი მსაჯული გლობის კანდიდატი, რომლებიც არიან საზოგადოების ჩვეულებრივი რიგითი წევრები. არასოდეს არ ქონიათ შეხება. არც პოლიციასთან, არც სასამართლოსთან და არც უნდათ და ერიდებიან. ეს ასეც უნდა იყოს, ეს სავსებით ნორმალური ეს ყველა. არ მეთანხმები, რაღაცა აშინებთ კიდეც. კი, იმიტომ რომ არიციან და ზუსტად ამიტომ არიციან. მათ არიციან, არასოდეს არ ქონიათ კომუნიკაცია ადვოკატთან. არასოდეს არ ქონიათ, მარტო ისიციან, რომ არის ადვოკატი, აცვია შარვალ კოსტუმი და აი ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ იციან და მსგავსი ტიპის მოითხოვს ფულს და სხვათა შორის მთლად უსაფუძვლოდ ეს არის შემთხვევები ხა ფული არის ძალიან მნიშვნელოვანი ადვოკატის ჰონორარი, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ფაქტორიც არის დაცვის განხორციელების დროს, მაგრამ ეს აპრიორი არ უნდა ასოცირდებოდეს იმასთან, რომ აი მარტო ფულია ეს ადვოკატი და მოსიარულე შარვალ კოსტუმი. განსაკუთრებით რა არის აქ გასათვალისწინებელი? აი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახასიათებდა ასეთი განსაკუთრებით კინოინდუსტრიას, რომ ჩამოაყალიბეს ხალხის ცნობიერებაში ადვოკატის კულტი. შექმნეს ფენტეზის ჟანრის ფილმები, რომელიც ყოვლისშემძლე ადვოკატი. ყოვლისშემძლე რაღაც სუპერმენი, სათაურებიც ასეთი ქონდა სხვათა შორის, რაღაც ეშმაკის ადვოკატი, იქ რაღაც მისტიური ძალები ჩართეს კიდევ რომ თვითონ ეშმაკი ქირაობს, რაღაც ადვოკატს ნიუ-იორკში მიყავს ცოდვილ ქალაქში სამუშაოდ. და აი ხშირად რომ მოდიან ხოლმე ადვოკატებთან კლიენტები და სხვათა შორის ეს მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მომხდარა. ძალიან ხშირად არის შემთხვევები, რომ ისეთი ფორმით შეიძლება გაარეკლამოს ადვოკატმა პირობითად რაღაც, რომ იმას აქვს საერთოდ სხვა მოლოდინი. აი მაგალითად მოიგო მკვლელობის საქმე ამ ადვოკატმა და ეხლა მივდივარ მე პატარა ქურდობის საქმეს და მეუბნება, რომ აი საპროცესო შეთანხმებას მოაწერე ხელი. და ხშირად მე მომისმენია კიდეც ასეთი რაღაც, რომ ცალკე ყოფენ აი რაღაც საპროცესოებზე მომუშავე და რეალურად საპროცესოებს ყველა ადვოკატი აფორმებს, ეს ყველამ ვიცით. ეგეთი ადვოკატი მე არ მინახავს, არ შემხვედრია. თუმცა აი ზოგი დემაგოგიას ცდილობს ხოლმე რომ დააკნინოს რამენაირად საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. მე რა თქმა უნდა მაქვს ორივე კატეგორიის საქმე, სადავოც, ნაწილობრივ სადავოც და უდავოც და საპროცესო შეთანხმებაში განსაკუთრებით შედეგზე უფრო ვართ ჩვენ ორიენტირებული ვიდრე პროცესზე. უბრალოდ სწორად უნდა გაიგოს, ეხლა როცა უდანაშაულოა ადამიანი და სთავაზობენ რომ 7 წელს მოაწეროს ხელი, ადვოკატი ეუბნება რომ წადი მოაწერეო, მაშინ როცა ნამდვილად ვიცით ჩვენ და შეგვიძლია ამის დამტკიცება და დიდი ალბათობით ხა მაგას ჩვენ არ წყვეტს კონკრეტული მოსამართლე და იქ კიდე სხვა პრობლემებია, რასაც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ და ასეთი ფორმით წარმოუდგათ ხშირად ადვოკატები, რომ საზოგადოებას ადვოკატები, რომ აი ეს ადვოკატი ამართლებს საქმეს, რომ ადვოკატი არ ამართლებს, ადვოკატი იცავს. ადვოკატი ვერ გაამართლებს ვერავის, ეს გამორიცხული რაღაც არის. ამართლებს კანონი. არა, შეიძლება ადვოკატმა დადოს კონკრეტული შედეგი, მათ შორის დადოს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადვოკატმა გაამართლა. ეს ნიშნავს, რომ ადვოკატმა დაიცვა. ადვოკატის კი, იმუშავა. ადვოკატის საქმიანობა არის დაცვა. თავის თავადად ვერავინ ვერ იქნება გამართლებული თუ იქ არ არის დიდი სამუშაო ჩადებული. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ პროაქტიული დაცვის მით უმეტეს ჩვენი საპროცესო მოდელი 2009 წლიდან არის შეჯიბრებით დაპირისპირებლობის სისტემა. აქ წინასწარ არის ჩვენი როლები განსაზღვრული.
და დაპირისპირებულობის სისტემა რას ნიშნავს? შენ მოწინააღმდეგის იმედზე ვერ იქნები. შენ ვერ დაუცდი ახლა პროკურორს, რომ ის რაღაც გამამართლებელ მტკიცებულებებს მოგიტანს და მე რომელიღაც მოსამართლე გაგამართლებს. გამამართლებელს კი არა, თუ ატყობს რომ ბრალდების მხარე რომ გარკვეული მტკიცებულება, მისი მტკიცებულება, მისი მოპოვებული, რომელიც ასევე ჩვენიც არის, შენ შეიძლება იქ რაღაცა ისეთი გააკეთო, ან ჯვარედინი დაკითხვის დროს მოწმე რომელიღაც ჭყალებში ვიყოთ აუყირაო. საერთოდ იტყვის რომ არ მინდა, არ მომაქვს, არ მომყავს ეს, არ მომაქვს მტკიცებული, ამორიცხავს. შენ შეგიძლია შეიტანო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან არასწორი ეგრეთ წოდებული პრაქტიკით მე თვითონ პრაქტიკის ინსტიტუტს, სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტს არ ვეწინააღმდეგები თვითონ მნიშვნელობას ეს რომის სამართალშიც ცნობილი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ იუსტინიანე პირველმა როცა გაატარა რეფორმა და ცივილისტური სამართალი დღევანდელი საერთო სამართლისგან გამიჯნა რეფორმით, რომლის მომხრეები მათ შორის იყვნენ ისეთი დიდი ადვოკატები, როგორც იყო ციცერონი მათ შორის. მანდ თქვა, მაშინაც იყო ეს პრობლემა, რომ ამ ტერმინს, ამ პრაქტიკას, ეგრეთ წოდებულს, კონოტაცია თვითონ, ანუ კონოტაცია მნიშვნელობისგან რით განსხვავდება, ხო? სიტყვა შეიძლება კონდეს მნიშვნელობა და კონოტაცია. და კონოტაცია აპრიორი ნიშნავს, აი რა დატვირთვას ატარებს კონკრეტულ სიტუაციაში. შეუძლია შეუცვალონ მნიშვნელობა და გამოიყენონ ძალიან ბოროტად ეს ინსტიტუტი და დღეს თუ ნახავთ თქვენ გადახედავთ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ან რეალურ სისხლის სამართლის პროცესებს ესწრებით, თქვენ ნახავთ რომ ძალიან ხშირად ტერმინი პრაქტიკა თავის ნაირსახეობებით შეიძლება ითქვას გამოგონილი ტერმინია ჩვეულებრივად კონკრეტული უკანონობების გასამართლებლად და დასასაბუთებლად. ამ პრაქტიკას ადგენს კონკრეტული მოსამართლე, მოდის და ის მერე ჩვენთვის ხდება, ნუ ხა კანონის ძალას არ იძენს, მაგრამ გასათვალისწინებელი ხდება. მაგას დიდი შეღავათი ჩვენთვის არ არის კანონის ძალას არ იძენს. საქმე ის არის, რომ უზენაესი სასამართლო, კონკრეტული მოსამართლეები მე ვიმეპარება რომ ის კონკრეტული მოსამართლების დონეზე წყდებოდეს, მაგრამ მოდი ჩვენ არ გვინდა რომ პოლიტიკურ საკითხებს შევეხოთ. ჩვენი ნიშა ეს არ არის, ჩვენი ნიშა არის სამართალი და ჩვენ აპრიორი სამართლის ნიშაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, მათ უზენაეს სასამართლოს აქვს გარკვეული პატერნები შემუშავებული. პატერნი რას ნიშნავს? რაღაც შაბლონური დასაბუთებები, რომელიც რასაც არ უნდა მიაწეროს, ნებისმიერ უკანონობას ასაბუთებს. და პასუხი არის წადი და საჩივრდება. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემაც დავა სპოილერებ, რა ქვია იმას, წინასწარ ეუბნებიან რაზე იქნება საუბარი, არის სწორედ როგორ ვებრძოლოთ არა თვითონ კანონის ჩანაწერს და ხშირად კანონმდებელი სწორად წერს კანონში ტექსტს, ყველაფერი სწორად წერია. თუმცა მიდიხარ და პრაქტიკაში სხვანაირადაა გეუბნება მოსამართლე და მე იქ ასაჩივრებენ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოდის პარლამენტი როგორც მოპასუხე მხარე და ამბობს რომ საბა, აი მაგალითად მე ეს სწორად მიწერია. სწორად მიწერია ამის კონკრეტული დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, მაგალითად გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, როდესაც პარლამენტი მოვიდა და გამწესრიგებელი ხსოვნის ოფისშიც არის ეს ასახული და თვითონ გადაწყვეტილებაშიც ამბობდა რომ პროკურატურა მოწმედ იყო მოსული, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწმედ იყო მოსული და ჩვენ მსგავსი რაღაც არც მოგვითხოვია ოდესმე სასამართლოშიო ამბობდნენ და პარლამენტიც ამბობდა აგერ განმარტებითი ბარათები მოგიტანეთ, ეგეთი რაღაც ჩვენ ეგეთი შინაარსი ამ ნორმისთვის არ მიგვინიჭებია რომ მაგალითად ჩხრეკის ან ამოღების შედეგი ქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ეს მაშინ რა მოხდა ისმის კითხვა. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ თქვენ ყველაფერში მართლები ხართ. თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. უბრალოდ აი ყავს ესეთი უზენაესი სასამართლო, საკასაციო პალატა გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, რომელსაც ასე განმარტავენ, იქ მიაწერენ 800-ია პრაქტიკაში და ეს ნორმამო კონსტიტუციურმა ნორმამ პრაქტიკაში შეიძინა არაკონსტიტუციური მნიშვნელობა და თუ შეიძლება პატარა ამონარიც, სუბიექტური ხასიათი შეიძინა. სუბიექტური, იმიტომ რომ კანონის მიხედვით პარლამენტი პრაქტიკულად აღარ წყვეტს საკითხს. მაშინ როცა ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ძირითადი საკითხები არის სწორედ კანონმდებლის გადასაწყვეტი და არა მოსამართლის გადასაწყვეტი. და საკონსტიტუციაში ყავს პარლამენტი. და რაც რა აღნიშნა გიორგი ქებურიას საქმეში. უკაცრავად მაინტერესებს, აი ესეთი პრაქტიკა რა გზით შეიძლება გაუქმდეს? აი მოდი ამაზე. აი რა გზით და რა გზაც ჩვენ გვაჩვენა გადაწყვეტილებამ, აი მე ხა მაგას ამოვიკითხავ, მაგრამ სანამ ამოვიკითხავ, მაყურებელს ვეტყვი რომ
საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი კონსტიტუციის თანახმად არის დავების განხილველი ორგანო, რომელიც ახორციელებს კონსტიტუციურ კონტროლს ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოსთან მიმართებით. მათ შორის ეს არ ეხება ჩვენ ქონია გამოცდილება მათ შორის პრეზიდენტის წინააღმდეგ რო განიხილებოდა საკონსტიტუციო სარჩელი დაინიცირებული პირობითად ან პარლამენტის მიერ ან მთავრობის მიერ. ანუ ინდულგენცია არავის არ აქვს რო არ მოხდება საკონსტიტუციო. კი, არა, ის მოხდება ნებისმიერ სიტუაციაში და გამონაკლისი არ არის მათ შორის არც უზენაესი სასამართლო. და მეორე საკასაციო კოლეგია, ეს არის საგამოძიებო კოლეგია, სააპელაციო სასამართლოსი, რომელიც დღეის მდგომარეობით საერთოდ ყველა არსებობს და ფორმალობა თავიდან ბოლომდე, მათი მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ არც გვახსოვს, მე მგონი, ხო? რაღაც 80-100% შემთხვევაში დაუშვებლად ცნობენ საჩივრებს. ეს არის ყველაზე კარგი და მარტივი ხერხი, რომ მოიცილონ საქმე თავიდან. გვაქვს ასევე საგამოძიებო კოლეგიაში ძალიან დიდი პრობლემები, იმიტომ რომ ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიება და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ესა ორი ჰაერში გამოკიდებული რამ არ არის. დიახ. მაგალითად, ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ საქმეში 104 პარაგრაფში პირდაპირ ამბობს, რომ როგორც აფასებს სასამართლო მტკიცებულებებს გამოძიების ეტაპზე, აი მაგალითად გამოძიების ეტაპზე ბრალდებული არის ძალიან ნეიტრალური მოწმე, გარეშე პირი, პოლიციის ერთგული მოკავშირე და მე არსებითი ხდომის ეტაპზე ბრალდებული მიდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი რაც მე გამოძიების ეტაპზე აღიარებითი ჩვენება მივეცი, მე წავიყვანე პოლიცია ჩემით სასაფლაოზე, რომ ნარკოტიკები მეჩვენებინა და ასე შემდეგ. სასამართლო ამბობს, რომ აქ იტყუება ბრალდებული, იქიდან გამომდინარე იტყუება, რომ მას აქვს კონკრეტული დაინტერესება, რომ აირიდოს თავიდან სასჯელი. მაშინ როცა იმ დანაშაულს პოლიცია მისი დახმარების გარეშე საერთოდ ვერ გახსნიდა. ისმის კითხვა მაშინ, რატო აფასებს ასე ჰაერში გამოკიდებული ფორმით სასამართლო, ხო? გამოძიების ეტაპს და რატო აფასებს არსებითი განხილვის ეტაპს. რით ახსნის ბრალდების მხარე იმას, რომ ბრალდებული იტყუება. მაშინ რომ მიყავდი პოლიცია პირობითად ღამის 3 საათზე სასაფლაოზე წამო ნარკოტიკები უნდა განახორციელოს, მაშინ ხო მართალი იყო. როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დატესტეს ეს ადამიანი და გამართლდაო და წაიყვანეს და ამოიღესო კოორდინატების გარეშე მე მაქვს კონკრეტული საქმე, კოორდინატების გარეშე 300 მეტრებში მიაგნო სასაფლაოზე ადამიანმა 21 წლის ბიჭია. ღამის 3 საათზე თან შეძენა შენახვაზე დააკავეს. ტელეფონში არანაირი ინფორმაცია არ არის და მიდის განყოფილებაში და ეუბნება პოლიციას, რომ წამოდით მე ახლა წაგიყვანთ სპონტანურად. უნდა ვიპოვო. კი, მიაგნო, ყველა იმას მიაგნო, აი ესე კოორდინატების გარეშე რეალურად რა მოხდა? რეალურად მე ვიცი რაც მოხდა. მაგას ვამტკიცებთ. რომ რა მოხდა და გაგზავნეს იქ დეტექტივების სამმართველომ, გაგზავნა იქ გარკვეული პირები. და იქ გამზადეთ ტერიტორიად ჩვენ ამას ამოვიყვანთო. და წაიყვანეს ეს ადამიანი იქ და ძალით გააკეთებინეს. მერე ყველა პოლიციელი ამორიცხეს მოწმეთასიიდან. რითაც ჩვენ ჯვარედინი წესით დაკითხვის უფლება მთლიანად წაგვერთვა, ნეიტრალურ მტკიცებულებებზე არ არის საუბარი, რაღაცა სურათები გადაუღეს, მერე პრინტერზე დაბეჭდეს ეს სურათები და ამ სურათებით გაამტყუნეს ეს ადამიანი. და ვინმე მიცის ეს სად არის გადაღებული? რითი მტკიცდება? ხო და საერთოდ არც არაფერი არ ჩანს. თან არაავთენტურია პრინტერზე არის ფოტოები დაბეჭდილი და მისი შესაძლო გამოცვლის რისკი არ არის? გამოცვლის რისკი კი არა, ეს მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ აი პოლიციამ ჩაუდო და ის. იცით რა, ბევრი ადვოკატი შეებამბოდეს ჩაუდო, მაგრამ ეს არის საქმე, სადაც მართლა ასე მოხდა. რა ეტაპზე? და ჩემი ეხა ვარ სააპელაციო განხილვის ეტაპზე. და პირველმა ინსტანციამ გაგამტყუნათ? ნაწილობრივ. ანუ რეალიზაცია მოუხსნა და შეძენა შენახვაზე დაუკვალიფიცირა. მაგრამ საკმაოდ სერიოზული საქმეა, ასეთი საქმე მე პრაქტიკაში არ მქონია. კარგია, მიყევი ბოლომდე. პრობლემა ის არის, რომ მუხლზე პრაქტიკულად არავინ არ მართლდება რეალიზაციაზე. თქვენ რო ნახოთ, ვერავის ვერ ნახავთ. არა მხოლოდ არ მართლდება. ეს არის ტენდენცია მათ შორის და ჩვენ გვინახავს ასეთი ტენდენციები, თქვენ გახსოვთ ბოდიშკი ხდით. აი მაგალითად წინა ხელისუფლების დროს რო დაანონსა პირობითად მთავრობამ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ციხეში, რა მოხდა? სასამართლოს ჰქონდა 100%-იანი მაჩვენებელი, გამომტყუნებელი განაჩენების, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, მერე ცოტა ხანში დაანონსეს პირობითად ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობების საქმეებზე. მანდაც მერე სასამართლოს მიდგომა უცებ იცვლება გადადის 100%-იან გამომტყუნებელ განაჩენებზე, მაშინ როცა სანამ დაანონსებდნენ და გამოაცხადებდნენ ამას პირობითად ტელევიზორში კონკრეტული მინისტრები თუ პროკურატურა პრაქტიკულად ნახევარს ამართლებდნენ ჩვეულებრივად და არ ქონდათ დიდი დაინტერესება. შენაბობსაბა რომ კამპანიური ხასიათი აქვს. კამპანიური ხასიათი აქვს და აი რომის სამართალში ერთ-ერთი ცნობილი მაქსიმა რაც არსებობს ლათინურად ასე ჟღერს
პოლიტაე ლეგიბუს ნონ ლეგეს პოლიტიისა და ტანდაე რომ კანონები უნდა უთანხმდებოდეს პოლიტიკას და არა პოლიტიკა კანონებს. უпростоრად პოლიტიკა უნდა უთანხმდებოდეს კანონებს და არა კანონები პოლიტიკას. და რეალურად რა ხდება ნახეთ სისხლის გასაგებია პროკურატურა რასაკეთებს, იმიტომ რომ ეს პროკურატურის კონსტიტუციური მოვალეობაა სათანადოდ იქნას დევნილი კონკრეტული დანაშაული. თქვენ ვერ გამოხვალთ და პროკურატურას ვერ გაამტყუნებთ, რატო დევნით რეალიზატორებს, რატომ დევნით ოჯახში მოძალადეებს. ეს მეცაც გეტყვით მე-16 მუხლში საპროცესო კოდექსის უწერია რომ პროკურორი როცა დისკრეციულ უფლებამოსილებას ახორციელებს, ის ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესით. ანუ საჯარო ინტერესი აქვს საუბარი ხება გენერალური პროკურორის შესაბამის ბრძანებას, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის სისხლისამართლებრივი დევნის პოლიტიკის რაღაც გარკვეული პრინციპები აქვს, დოკუმენტია და ის ბოჭავს. ეს გასაგებია, შინაგან საქმეთა სამინისტრო იდეაში თავის საქმეს აკეთებს. აქვს საუბარი ეხება სასამართლოს. სასამართლო რას აკეთებს? რატომ არის ტენდენციური, რატომ აქვს კამპანიური ხასიათი და ასე ყველა ჯერზე რატო ერგება პროკურატურას? აი ხვალე რომ განცხადებას გააკეთებს კონკრეტულ დანაშაულზე, პირობითად გეუბნებით, ცხოველთა ის რა ქვია. შეიძლება ეხა ცხოველებს ცემენ ქუჩაში და კლავენ და არავინ არ დასაჯონ მაგის გამო. ჩვენ მაყურებელს უნდა აუხსნათ კი არ ვამართლებთ ჩვენ ოჯახში ზალადობებს და ნარკოტიკების რეალიზაციას და იმას. ჩვენ აქ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ მიდგომაზე, კამპანიურ ხასიათზე, როდესაც პირობითად ძაღლზე მოძალადე ერთ შემთხვევაში საერთოდ არც გირაოს უფარდებენ და საერთოდ არც ჟიან რეაგირებაც არ აქვს და მეორე დღეს ყველა 100%-იანი ის აქვს. საბა რა მაინტერესებს იცი უყურეთ ესე იგი ეს მოსამართლე ხო კონკრეტული პიროვნება არის რომელმაც იარა იმუშავა ისწავლა მიაღწია დაინიშნა სხვა მოსამართლებისაგან განსხვავებით კანდიდატებისაგან რომელსაც გამოსვლები ჩააბარეს მაგრამ ვერ დაინიშნენ და მყარად ვდგავარ ამ აზრზე რომ დარბაზების სოქოლნობის გამო არაერთი წარმატებული ნიჭიერი ჩაბარებული გამოცაჩაბარებული ახალგაზრდა 7 წელი გაუნულდება ეს გამოცდები და კიდე მე რამდენად ჩააბარებს აი ამის და მიუხედავად ვიღაც მოსამართლები ხო შედან არა ეხლა სანამ რამე არ დაემართება ან გარდაიცვლება ან ასაკი არ მოუწევს ხო არიან და არიან მოჯადოებული წრე არის ხო მოჯადოებული წრე არის მაგრამ კადრე იქ ვერავინ ვერ შევა ვერ გავა კი ეს მოჯადოებული წრე ეხლა უყურე მე რას უყურებ თვითონ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, ხო? ვიცი. თეორიულად. ხო, არა, არის დამოუკიდებელი. ეხლა მე რო ვარ, თქვათ, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და ძალიან დიდი ინტერესიც რომ მქონდეს, რომ გავატარო ჩემი ინტერესი სასამართლოში. თუ მოსამართლე იქნება პრინციპული და ის თავის ყველანაირ ქმედებას ამოსავალს უნდა მოუძებნის კანონიდან და არა მისი სუბიექტური და არა თუნდაც ისიც სუბიექტურია რომ მე ხლა აი ამას რომ გადაწყვეტილებას რომ მივიღებ ვიღაც ჭიჭიკოს ბრჭყალებში მოეწონება ანუ არსებობენ კატეგორია ადამიანების რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლეა თუ ვინც არის ნებისმიერი ტიპის აი მონური მორჩილების ადამიანები ფსიქიკა აქვთ ასეთი რომ აი თითქოს რეტროსპექტიულად აი ესე ზის სივრცეში იყურება აი ამ სივრცეში ხედვის არეში მოხდა ერთი ხელისუფალი ამას ემსახურება ამან გაიარა მოვიდა მეორე ამას მემსახურება ანუ მაგან იცის რომ უნდა მოემსახუროს ხელისუფალს ამას ხელისუფალი კი არ ავალებს უნდა თვითონ აქვს ეს მოთხოვნება ეს უნდა შეიცვალოს და მე ზუსტად მიმაჩნია რომ აი ეს ახალგაზრდა თაობა რომელიც ახლა არის წამოსული და ბოლოს ეს მოსამართლეები ხო ასაკში შედიან, გადიან, ცვლა ხო უნდა არსებობდეს და იმ ცვლამ პრაქტიკა ხო სადმე უნდა მიიღოს. ამას ვაპარაკობ. სხვანაირად ვერანაირად ვერ წავალთ წინ. ერთი კითხვა მაქვს ახლა მინდა რომ ანუ ცოტა დავაკონკრეტოთ ახლა თემები. ესე იგი ჩვენ ვამბობთ რომ პრაქტიკა არსებობს, ეს პრაქტიკა შევაჯამოთ სუბიექტურია. ხშირ შემთხვევაში. არა, მიზანმიმართული პატერნებია, რომ დაასაბუთონ კონკრეტული მოცემულობა. რაც ნიშნავს, რომ თავის შეწუხებაც არ უნდათ, იმიტომ რომ თითოეული საქმე დასაბუთებული უნდა იყოს, რატო იქნა მიჩნეული და დაუშვებლად, ან დასაშვებად და დასაშვებად თუ იქნა ცნობილი, ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილება რატო გამოვიდა, რომელსაც მართალია კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ სამართალია, რომელსაც მოიხმობენ პრეცედენტია
პრაქტიკა არის, რომელსაც მოიტანს ხვალ და დაგიდებს წინ პროკურორი. პროკურორი. სხვათა შორის. და ამას მერე მეორე მოსამართლე იმაროისე გადაწყვიტა, რაღაცა ვალდებული ხდება, რომ გაითვალისწინოს. მეცაც გეტყვით. ერთი კონკრეტული პრაქტიკები კი არა აქვთ. სხვადასხვანაირი პრაქტიკები აქვთ. ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არა. პრაქტიკა არის, ნახეთ, არსებობს სხვადასხვა ტიპის პრაქტიკა. ეს სხვადასხვა პატერნი აქვს შემუშავებული. ერთი პრაქტიკა არ არსებობს, აი მაგალითად, ხა მე სურათები ვახსენე, ხო? ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო ამბობს, რომ 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება რო იყო საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ შემოიღო მტკიცებითი ცენზი, რაც წესით საერთო სასამართლოს რაც წესით უნდა გაეკეთებინა საერთო სასამართლოებს. კი. როგორც მაგალითად სამოქალაქო კოდექსში 100-ე მუხლის მესამე ნაწილი არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მტკიცებითი ცენზი ეს არის, რომ საქმის გარემოებები, რომელიც უნდა დამტკიცდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება რომ დამტკიცდეს სხვა სახის მტკიცებულებით. მაგალითად, თუ დამსაქმებელი და დასაქმებულია და დამსაქმებელმა შრომით კონტრაქტის ფორმა დაარღვია და დაუცველი აქვს ფორმა, იმან რომ უჩივლოს, შეიძლება ამან ვეღარ დაამტკიცოს. კი, მტკიცებულებები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ დააყენებს სხვა შუამდგომლობას ამოგირიცხავს იმ მტკიცებულებებს, რატომ? იმიტომ რომ ცენზის სტანდარტს არ აკმაყოფილებს და შესაბამისად მოიგებს საქმეს, ხო? ეხლა რაც შეეხება აქ ჩვენ საერთო სასამართლოებს მტკიცებითი სტანდარტი უნდა აეწიათ და რა გააკეთეს, იცით, რაც იყო ისიც დაწიეს. ერთი საცოდავი გაღლეტილი ის ქონდა, რა ქვია, დასაბუთებული ვარაუდი. ეგრო დაგიცავს ხო ვინდადის მაგის იმედზე, რომელი ადვოკატი, მაგრამ დასაბუთებული ვარაუდი ქონდა, რომელიც გიცავდა, რომ აი სახლში ჩხრეკას ვერ ჩაგიტარებენ. იმიტომ რომ თუ დასაბუთებული ვარაუდი არ აქვს, ვერ ჩაგიტარებენ. ნუ რას უკაცრავად, პრაქტიკაში ასეაო, რომ არა, პრაქტიკაში ასეაო, რომ ჯერ ჩხრეკას ვატარებთო ჩვენო და მე ან არსებობს გადასაბუთებული ვარაუდი ან არ არსებობს. ეს გადაუდებელია აუცილებლობით მარტივად მოგინიშნავს და შემოგივარდება და ჩაგიტარებს. გადაუდებელია აუცილებლობით როცა ტარდება ან პატაკით, მაგ დროს დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. მაგრამ ნახეთ აქ რომცა მაშინდელი პრაქტიკები არსებობდა ეგრეთ წოდებული, როდესაც არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი და მაინც შედიოდა, მაინც ჩხრეკდა. და სასამართლო მერე ამოწმებდა, თუ ამოიღებდნენ ნარკოტიკს ან იარაღს, ესე იგი არსებობდაო დასაბუთებული ჩხრეკი შედეგს განიხილავდნენ. და საქმეებში რო ჩავიხედოთ დღესაც ეგრეა, ჯერ ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკანონებულია შემდეგ. არა, ეს სხვა შემთხვევაა, დასაბუთებულ ვარაუდს ვამოწმებთ. ნახეთ, კიდე რაც გააკეთა მან საერთო სასამართლოს რა მიდგომაც ქონდა, რომ ასეთ სიტუაციებში მაღალი მტკიცებითი სტანდარტი უნდა შემოეღო თვითონ, რაც აღნიშნა საკონსტიტუციომ და პირიქით გააკეთა, რაც იყო ესენიც დაუწია, პატაკი ედებოდა გამომტყუნებელ განაჩენს საფუძვლად. პატაკი, რომლის სისწორესაც ვერ ვამოწმებთ. იმიტომ რომ რატო საიდუმლოა სახელმწიფო საიდუმლოება და კონფიდენცი და ინფორმაცია ვერ გაკითხავთ. პატაკს აკეთებს პოლიციელი, მაგრამ კონფიდენტი წყარო არის უცბი. კი და ვერ ვკითხავთ ის. ანუ დაკითხვის წყარო ის არის და რაც მოცემულობაც არის იღებდნენ როგორც მოცემულობას და ერთ-ერთი საფუძველი იყო გამომტყუნებელი განაჩენის დონეზე. ანუ ყველაზე კი გაუუქმა ოღონდ იმან თვითონ საერთო რო ამბობენ ახლა ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მეუნება კობახიძე გამოვიდაო და ეს გიორგი ის რო გაამართლეს ახობაძე რო გაამართლეს კობახიძემ ესეთი განცხადება გააკეთა რომ მაღალი სტანდარტიაო კი შეძენა შენახვაზე და მაღალი სტანდარტია და ამიტომ გაამართლეს რეალურად რა მოხდა ეს მაღალი სტანდარტი რო არის საერთო სასამართლოების დამსახურება კი არ არის ჩვენაირმა ადვოკატებმა ვიღაცებმა ჩვენმა კოლეგებმა უჩივლეს საერთო სასამართლოებს რეალურად პარლამენტი იყო მისული მაგრამ უჩივლეს რეალურად და იმათმა აცნობინეს არაკონსტიტუციურად ის ნორმატიული შინაარსები, რომლითაც სხვათა შორის, რომლის დამსახურებითაც გიორგი ახობაძე გამართდა. კი. ეხლა მე გითხრა, მაგრამ ადვოკატმა მე რამდენადაც ვიცი, ხა ზუსტად არ ვიცნობ მასალებს, ძალიან კარგად იმუშავა, იქნა გამომდინარე, რომ დაამტკიცა, რომ ნერწყვით იყო დნმ გადატანილი. და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ადვოკატს უნდა კონდეს პროაქტიული დაცვაც, მარტო იმის იმედზე არ უნდა იყოს, რომ ეგ რო არ ყოფილიყო, შეიძლება და გაემტყუნებინათ სხვათა შორის ეს ადამიანი მარტო იმით, რომ მაინც ამტყუნებენ, აი ხა გეუბნებით, სხვადასხვა პრაქტიკები ამეთქი რომ ვამბობ, უზენაესის პრაქტიკა არის, რომ ვიდეო გადაღება უნდა განხორციელდეს. და არავითარ შემთხვევაში ფოტო. რატო? იმიტომ რომ სადაო გარემოებები ფოტოთი ხო ვერ შემოწმდება. მაგალითად, ჩხრეკის ოფში აფიქსირებს შენიშვნას, რომ ეს მინდოდა მე რეალიზაციის მიზნით. მაგალითად, როგორ მოიპოვეს და მაგ ვიდეოებს კიდე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე კონკრეტული დადასტურებული შემთხვევები შემიძლია მოგიტანოთ, სადაც მაგ ვიდეოები, ეგ ვიდეოები იყო გადამწყვეტი საქმეში. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები,
პოლიციელებს საათების მოხსნა ავიწყდებათ ხელიდან ესეთის და იქ სხვა დრო ჩანს პირადი ჩხრეკის ვიდეოში და 2 საათი და 34 წუთია და ყველა საათი წამიწამ შემთხვევა ერთმანეთს. მეორე შემთხვევას მოგიყვანთ. გაჩხრიკეს ერთ-ერთი ინდოეთის მოქალაქე, სრული ვიდეოა გადაღებული. ერთ-ერთი ინდოეთის ერთ-ერთი მოქალაქე. ხო, ერთ-ერთი ადამიანი გაჩხრიკეს ბრალდებული და არაფერი არ უდევს ჯიბეში. ხვირსახოციც კი არ უდევს. წარმოიდგინეთ და მე ცოტა ხანში მიყავთ პოლიციის განყოფილებაში ეს ადამიანი. იქ ტარდება გამოკითხვა, იქ აღიარებს დანაშაულს სპონტანურად და აწვდის პოლიციას ტელეფონს, მიდითო აქ არის ინფორმაცია და გამოითხოვეთო. და რანაირად წეგან არ ქონდა ტელეფონი ამ ადამიანს საერთოდ და საიდან აწვდის. და ეს ხაჭაპურიძე ხაჩიძის საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვიდეოები ზოგადად არის ინტერპრეტაციის საგანი. ვიდეო აპრიორი მტკიცებულება ყოველთვის ვერ იქნება. ის არის ინტერპრეტაციის საგანი. მტკიცებულებებითაც თუ სხვა შორის იქ 6 მოწმე არ მიიყვანა მე პროკურორმა ხაჩიძეს და ხაჭაპურიძეს საქმეში და ვიდეოები გვაქვს და ამ ვიდეოებით გაამტყუნეს ეს ადამიანი, მათ შორის და სტრასბურგმა დარღვევა დაუდგინა. რა თქმა უნდა. ის მოწმეები რო არ მოიყვანეო და ამორიცხეო. ამორიცხე კი არა ვერ იპოვეს, უცხოელები იყვნენ. ეს ამ ვიდეოებს ვერ დაუდებდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ინტერპრეტაციის საგანი იყო და იმათთან უნდა მომხდარიყო ამის ინტერპრეტაციაო და მე-6 მუხლის დარღვევა დაუდგინა ამ საქმეში. ნახე, ახლა ჩვენ პრაქტიკაზე გვაქვს უფრო ლაპარაკი და აი ზუსტად მაგ საქმეში, მაგ მსგავს საქმეში ეს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, აი მან როცა კონფიდენტი წყარო მხოლოდ იყო ხოლმე გამამტყუნებელი განაჩენის ერთ-ერთი საფუძველი და 2 პოლიციელის ჩვენება, ვინც დააკავა ერთმანეთს გუგული და მამალივით დაუდასტურებდნენ, კი ბატონო ასე იყო და დამთავრდა. და დაავალა, რომ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა მოიყო. აი ეხლა უყურე რა ხდებოდა ჩემს ერთ-ერთ საქმეში. ზუსტად სანამ ეს საკონსტიტუციაში სარჩელი განიხილებოდა, ჩვენ ვიყავით პირველ ინსტანციაში რუსთავის სასამართლოში და იგივე кейსი იყო. იგივე ნარკოტიკს შეეხებოდა და ქონდა ასეთი მოცემულობა ზუსტად პატაკი, კონფიდენტი წყარო, 2 პოლიციელის ჩვენება, ქიმიური ექსპერტიზა. და ქიმიური ექსპერტიზა კითხვა იყო დასმული, რომ ამ ადამიანისო ჯიბეშიო რომ ნივთიერება აღმოვაჩინეთ რა არისო. ის ქიმიური ექსპერტი პირდაპირ გადაწერს ამ ადამიანის ჯიბეში რომ ეს და ეს ნივთიერება იყო, ასე რომ ნარკოტიკიო. ვეკითხები ექსპერტს, რომ ეს თუ ნარკოტიკი იყო, გასაგებია, მაგრამ შენ რა იცი, რომ ეს იყო ამის ჯიბეში? შენ ეს შეისწავლე, ქიმიკოსი რო ხარ? ვისი ჯიბიდან არის ამოღებული, რატომ იწერ გვარს და სახელს? შენ დაწერე, რომ ჩემს წინაშე წარმოდგენილი ნივთიერება იყო ნარკოტიკი, მაგრამ ვის ჯიბეში? მე კითხვაო პირდაპირ გადავწერეო, რაც მიკითხეს ის უპასუხეო. და ეს პირდაპირ კითხვაში დევს აპრიორი, რომ ამ კაცის ჯიბეში რო პერიფრაზი მოახდინა. ხო, პერიფრაზი, ეს ერთ-ერთი მტკიცებულება ხო იყო, რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ, სანამ ჩვენ აქ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ზუსტად ჩემი დაცვის სტრატეგია ეძღვნებოდა იმას, რომ წარმოუდგენელია და შეუძლებელია პატივცემულო მოსამართლე 2 დაინტერესებული პოლიციელის ჩვენებითა და კონფიდენტი წყაროს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც პატაკი შედგა და აი ესეთი სათუო კი არა, სასაცილო ექსპერტის ჩვენებით, რომელიც მითხრა, მიპასუხა, მე რა ვიცი ვის ჯიბეში იდო. პირდაპირ მითხრა სასამართლოში, რომ გადავეკიდე. დარწმუნებული ხარ მეთქი ეს კვლევა ჩაატარე შენ, ბიოლოგი ხარ მეთქი, არაო. აბა ქიმიკოსი რო ხარ, შენ რა იცი ვის ჯიბეში იყო და უიქვე უარყო, მე რა ვიციო, მე ვიცი რომ ეს ნივთიერება იყო და აი ესეთი მოცემულობით რუსთავის სასამართლომ რა თქმა უნდა გაგვამტყუნა. და ეს რომელ წელს მოხდა? აი სანამ ეს პრაქტიკა უკვე აპელაციაში რომ ვიყავით, ეხლა წელი აღარ მახსოვს ზუსტად. ქებურია, მაგრამ მე მგონი ეგ გადაწყვეტილება გადაავადეს ახსრულება მე რა. არა, ნახე, არა, აი წელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ეხლა მე ერთადერთი რაც ფაქტები მახსოვს, რომ ნახეთ, ეს ანუ აპელაციაში ხო ვარ ეხლა და განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ანუ იგივე სტრატეგიას ვლაპარაკობ, ის ვიცი რომ განიხილება იქ საქმე ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ მე იმიტომ კი არ მიმყავს აქეთ ეს ჩემი პრაქტიკა ისა სტრატეგია რომ იმა საკონსტიტუციოს ვარ აკიდებული, მეც ესე ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება და მოკლედ მოვხვდით აპელაციაში და განაჩენი არ არის ჯერ დამდგარი და აგერ ხვალ ზეგ განაჩენი უნდა გამოცხადდეს. კი არა და ბოლოს ხდომა გვაქვს და უკვე ვიცით რომ განაჩენი და ეს შემოვიდა უკვე პრაქტიკა.
გაუქმდა კონსტიტუციამ თქვა რომ ეს არ შეიძლებაო და არა კონსტიტუციურია მიემართე მოსამართლეს და ვეუბნები რომ პატივცემულო ვიდრე თქვენ განაჩენი დაგიდგენიათ აი ეს მოხდა ეხა მე ხوار უნდა ვაცნობო მოსამართლე მე თუ გავიგე იმან რატო ვერ გაიგო მაგრამ მე მაინც დავიცავ ეხა ვითომ ვფიქრობდი რომ როგორ ვაკადრო მოსამართლეს მეთქი განცხადებით ვაცნობო რომ ესეთი ამბავი მოხდა მაინც დავწერე განცხადება და ვუთხარი რომ ასეთი რამ მოხდა მეთქი და ეხლა განაჩენის დადგენის დროს გაითვალისწინე რომ ის ცვლილება კანონში იქნება თუ ნებისმიერი რაც აუმჯობესებს ბრალდებული მდგომარეობას აუცილებლად უკუქცევითი ძალა უნდა მიენიჭოს მეთქი და უკუქცევითი ძალა მიანიჭეთ მეთქი მიუხედავად იმისა რომ ეს ამ პრაქტიკის დადგენამდე მოხდა წინა საქმეებზეც გაავრცელეთ თქვენც არ მომიკვდეთ არანაირად არ გაითვალისწინა მიუსაჯა უზენაესმა წარმოებაშიც არ მიიღო ერთადერთ რამეს გავჩიოდი რომ კანონში პირდაპირ შავი თეთრზე ჩანაწერი რომ ესე იგი ნებისმიერი რამ რაც აუმჯობესებს ბრალდებული მდგომარეობას მას უკუქცევითი ძალა უნდა მის განმარტება რა მომცა იქ არ წერიაო იმაში საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაში არ წერია რომ ამას უკუქცევითი ძალა კაცო იქ არ წერია მაგრამ კანონში ხო წერია იქ ეწერა რომ ჯერ ეს მიმდინარე საქმეებზე და წარსულ საქმეებზე არ ვრცელდება და ახალ საქმეებზე ვრცელდებაო ეხლა მე მაგას არ ვემხრობი იქიდან გამომდინარე რომ ხო და მაგას ვამბობ ეგეც არ იყოს სწორი მეცაც გეტყვით მაგის აღსრულება ავტომატურად არ მომხდარა 6 თვით გადავადე და მიზეზი და დასახელდა ის რომ აი ხშირად დღეს ამბობენ ხოლმე რომ ვერ გადავიღეთ ვიდეო იმის გამო რომ ტექნიკური აღჭურვილობა გაფუჭებული ჰქონდა. რეალურად 6 თვის ვადით იმიტომ გადავად და მაგ გადაწყვეტილების აღსრულების დაწყება რომ ზუსტად ტექნიკური აღჭურვილობა ეყიდა მინისტრს. მართალია ჩვენ კანონში გვიწერია რომ საკანონმდებლო ცვლილება რომელიც აუმჯობესებს გავიგე მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ პრაქტიკას მიყვებით და პრაქტიკა ესეც ხო ის იყო სასამართლო საკონსტიტუციო გადაწყვეტილება და კონსტიტუციურ უფლებას ანუ უმჯობესებდა მდგომარეობა ხო ამას ვამბობ საკონსტიტუციო გადასაწყვეტი ეგ არც იყო არა ეს თვითონ საკონსტიტუციომ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით რომ ესო არ გავრცელდება წინათ კონსტიტუციურობას ვადები არა აქვს ის კონსტიტუციური ან არის არ არის აქ საუბარი ეხებოდა უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის დებულებას რასაც სწორად მიუთითებდით რომ უკუქცევითი ძალა აქვს რა თქმა უნდა ძალას და ეს არ არის არავის გადასაწყვეტი ესეთ კანონმდებლის გადასაწყვეტი რომელიც უკვე გადაწყვეტილი აქვს კი და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ აი ამ მოსამართლეს და ზუსტად ეგრეც უნდა მომხდარიყო ოღონდ არა იმ საფუძვლით რომელიც და ამ დიდი იმედი მქონდა რომ კი ბატონო აქ მიუსაჯეს და ნუ ვერ გაიგო ახალია ჯერ იცი რა დრო იყო ახლა გამახსენდა 6 თვით ხო გადავადდა აი ეს 6 თვით უკვე გასულიყო ანუ ძალაში იყო ეს უკვე ყველაფერი და ამ მოსამართლემ ეს ხო ნუ ვიფიქრე რომ კაი ვერ აღიქვა ვერ გაიგო პირველი შემთხვევა აი პირდაპირ დავეტაკეთ მოდი ახლა აი ის რო არის მოდი ახლა ამით ვიხემძღვანელოთ მეთქი და გააზრება და გაცნობიერება ვერ მოასწრო და კაი ჯანდაბას უზენაესში ხო მაინც რაღაცა უზენაესმა საერთოდ არ წაიკითხა და ჩემ წინა პოდკასტშიც ვამბობდი და კიდე გავიმეორებ აი ესე ორ ფურცელზე გაკეთე ზუსტად მაგაზე ლაპარაკობ მოიტანა და თქვა დაუშვებლად ცანი რატოს წინო დაუშვებლად საერთოდ არ იმშელოს აღარ შედის ჯელობაში ასეთ დასაბუთება აი გამოთქმა რო არის ხო წადი და მიჩივლეო აი წადი და საჩივდებაო რა გეუბნება ნახეთ არსებობს მე როგორც თქვი უზენაესი ხო ამბობს ერთ გადაწყვეტილებაში მაგრამ იქ ნახეთ როგორი სიტუაცია პროკურორს მოყვანილი ყავს ნეიტრალური მოწმეები მაგალითად ექსპერტ კრიმინალისტები ან თარჯიმანი რომელიც იგივე სადასტურებს და აქ ამბობს რომ ფოტოები არ შეიძლებაო მარტო ვიდეო უნდა მოიყონოს უწყვეტი კადრიო ეხლა ნახეთ რამდენიმე თვე გადის უზენაეს სასამართლოს იგივე შემადგენლობას სხვადასხვა თავმჯდომარე ყავს უბრალოდ ეწერება სხვა საქმე და იქ წერია რომ იქ უბრალოდ რა სიტუაცია ხა არც ნეიტრალური მოწმე ყავს პირობითად არც ვიდეო აქვს ფოტოები იქ ამბობს რომ გადაღება განხორციელდაო ჩვეულებრივად ფოტოები იქ დაუდო და იქ არ დაუდო ეხლა რა სიტუაცია ნახეთ რას გავყვეთ პრაქტიკა არის აქვს სხვა და ეხლა ახალი პრაქტიკა გავიგე სხვათა შორის ახალი დასაბუთება ვიშოვე ამას წინათ ამ დღევანდელი პრაქტიკა ესეთ დასაბუთება გაიგია რა არის ეს ქუთაისური პრაქტიკა გაიგე კი აგერ ჩვენს თავმჯდომარეს არ ქონდა ბექას ესეთ შემთხვევა რომ ქუთაისური პრაქტიკაო მიმდინა დასავლეთ საქართველოსო განსხვავებული პრაქტიკა აქვს ამაზეო არის იქ სხვა კანონია თუ რა კანონი იგივეა მე როგორც მახსოვს ზუსტად არ ვიცი ხო კომიტეტის ხდომაზე გვიქნა ხო და ზოგადად კომიტეტის ხდომაზე დაყენდა ეს საკითხი და
იქ არსებობს მიმდინარე პრაქტიკა, ერთგვაროვანი პრაქტიკა, არაერთგვაროვანი პრაქტიკა. და ამ დღევანდელი აღმოსავლეთ და ეხა ამ დღევანდელი პრაქტიკა, ახალი პრაქტიკა რა გვაქვს. ანუ ეგ უფრო სამოქალაქოში იქნება, არ ვიცი, მაგრამ გამოგონილი ტერმინია, რასაც არ უნდა მიაწერო ასეა ისეა პრაქტიკაში საბუთდება. სასწაული. ამ დღევანდელი მიმდინარე იყო. საწერია ეგ. იმან თქვა, პრაქტიკა არის ეგეც. ხო და მე სადაც. არ წერია, ანუ კანონში სხვა რა წერია, არ მაინტერესებს, პრაქტიკაში სხვანაირად. ეხლა რა ეშველება ამ ყველაფერს? ხალხო, ხალხო, გავთხილდით, ნახეთ რაში იყურეთ. ზოგს მიაჩნია, რომ აუცილებლად დალურჯება უნდა კონდეს და ყელში წაჭერილი უნდა კონდეს და ჭრილობები, რომ ძალადობის ხორბლად აღიქვან. კითხვარი უნდა ნახოთ პოლიცია, რომელსაც უსვავს ამ ეგრეთ წოდებულ მსხვერპლს. ხომ არ გიკრძალავს, ანუ Facebook-ს ხوار გიკონტროლებს. არა, ესეც არის, ხო, ანუ ნებისმიერი, აი ვთქვათ, ძმა ხარ ეხლა შენ, დედა ხარ, მამა ხარ, მამაც სხვათა შორის დედაც, შვილზე არასრულწლოვან ბანთა უფლებები ხო კიდე ცალკე თემა არის და აი იქ რატო წახვედი, ის შენი ამხანაგი არ მომწონს, თმა რატო ესე შეიღებე, Facebook-ში იმას რატო მოუწონე რაღაცა, ასეთ რამესო აკეთებსო? იმან რო უთხრას, კიო, საერთოდ აღარ არის საჭირო ცემა ტყეპად და დალურჯებები. ჩვენ მოქმედ კომიტეტებზე კი არ ვსაუბრობთ, აი წარსულში რომ არა, ეხლა ხო მოქმედი რამე რომ შედეგი ქონოდა რომელიმე კომიტეტის და მუშაობს სხვათა შორის რო იცოდე. ეხლა სხვათა შორის კი და ჩვენ სამი ადამიანი მუშაობთ. ეს ეხლა ჩვენ რო ჩართვები გვაქვს და გარკვეული რაც ჩვენზეა და მოკიდებული რა თქმა უნდა ჩვენი რესურსებიც არის მოწვევადი და კოლეგები რა თქმა უნდა დაგვეხმარონ იმაში რომ დავაიდენტიფიციროთ უზენაესი სასამართლოს ეგრეთ წოდებული პრაქტიკები და ყველა შესაძლო პატერნი გამოვკვეთოთ. კი. დავწეროთ შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელები, მიმართვიანობა გავზარდოთ ევროპული სასამართლოს მიმართ. კი ბატონო. იმიტომ რომ დღეს ძალიან ხშირად აი მაგალითად ერთ-ერთი მოსამართლე რომელიც მანამდე პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა Facebook პოსტების წერით ამბობდა სხვათა შორის რომ მიმართვიანობა მიკლო ევროპულში კი არ იკლო რეალურად არ მიმართავენ და რატო არ მიმართავენ ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ უნდა გავზარდოთ მიმართვიანობა და უნდა ჩვენ ადვოკატებმა უნდა ვიტვირთოთ ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვასაჩივროთ არა პარლამენტის რაღაც ჩანაწერები კი ბატონო ეგენის ვასაჩივროთ მაგრამ მათ შორის უნდა ვასაჩივროთ არასწორად განმარტებული კანონები და იქიდან უნდა გავუუქმოთ ანუ სტომას საერთოდ არ უნდა დავასწროთ კი ბატონო რომ უნდა მიუვიდეს რომ აი გაგიუქმნა ერთიც მეორეც მესამეც მაყურებლებო იცოდეთ რომ მუშაობთ ამ თემაზე აი საბას იდეა იყო და ეს ძალიან მომეწონა მე და ამიტომაც მოვიწვიე დღეს და მინდოდა ესე თქვა თქვენთვის და გაგვემხილა თქვენთვის სხვათა შორის ცუდი არ იქნება რომ კომენტარებში იქნებ მიგვიტიტონ მაყურებლებმაც რომ მოგვიტანონ კონკრეტული საქმეები ჩვენმა კოლეგებმა სჭირდება როჩი მოსარჩელე ხო ეხლა მე და შეხვა გავეკანებით და ეხლა მარტო ჩვენ სამი ადამიანი შრომა ამ კუთხით ბევრი ადამიანი კოლეგაა რა თქმა უნდა საკონსტიტუციოს ხშირად მიმართავს ხოლმე მაგრამ აქ საუბარი ხება უფრო ორგანიზებულ მიმართვას ორგანიზებულს ასე რომ უშუალოდ სამუშაო ჯგუფი მაგრამ იმუშაოს უშუალოდ ამაზე ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციონალისტები ჩვენ ახლა მე ვარ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი კონსტიტუციონალისტი ასე არ ვარ და იქ მსჯელობა მათ შორის ტერმინოლოგიის გამოყენება არის კონსტიტუციონალისტები ბევრი კოლეგა გვყავს ჩვენ ასოციაციაში რომელსაც აქვს ყველანაირი რესურსი და კოლაბორაცია უნდა გავაკეთოთ ამ ხალხთან რა თქმა უნდა ანუ ჩვენ უნდა შევკრიბოთ გარკვეული ანუ თემა წამოწეულია კი პრობლემა სახეზეა ანუ მოსაგვარებელია უდაოდ მოსაგვარებელი და თავისით ჩვენ ნახეთ მრავალწლიანი გამოცემა თავისით ეს არ გვარდება კი ბატონო თავისით ეს არ გვარდება და შესაბამისად საჭიროა ჩვენი მოქმედება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო. რა მაინტერესებს საბა? აი შენ ხა იურისტი ხარ და მოდი ხა ეს ცოტა იქით შევამსუბუქოთ ფინალისკენ. მე ხარ რადგან ხარ ჩემი სტუმარი, მხოლოდ ის არ არის ჩემი მიზანი რომ აუცილებლად მარტო საქმეზე ვილაპარაკოთ, მე მინდა რომ გაგიცნოს კიდეც მაყურებელმა და იცოდეს ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რატო მოხვედი სისხლის ზოგადად მე ნაკლებად ჩემი სტილი არ არის რაღაც მანიფესტაცია. მე არ ვაქტიურობ, არა, სხვა რაღაცას ვქო. უპასუხე უფროსსა. კი ბატონო, მე უბრალოდ სურდა გარდა იმისა, რასაც მე ვაკეთებ. მე რა თქმა უნდა მიხდიან თანხას იმაში, რასაც ვაკეთებ. და ხშირად ვიცავ კიდეც ადამიანებს, რომელსაც თანხა არ აქვს. რა თქმა უნდა. უმაგისობა არ გამოვაჩენ. რა თქმა უნდა, ანუ ესეთი სამსახური, ესეთი სამუშაო გვაქვს ჩვენ. აი არის შემთხვევა ექიმს, რომ
არა აქვს, ვერ იხდის პაციენტი თანხას და მკურნალობს უფასოდ. კი. და მე რა თქმა უნდა პრობონო საქმეები ბევრ ჩვენს კოლეგას აუღია და აწარმოებენ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის მარტო ის, რომ აი ჩემი კეთილდღეობისთვის ვაკეთო მარტო ის და ვერც გააკეთებ, იმიტომ რომ ეს არის სფერო, სადაც შენ ორი გზა გაქვს, რომ კლიენტები იშოვან რეპუტაციით და შენ თუ არა გაქვს რეპუტაცია, შენ კლიენტის დეფიციტი გექნება, სერიოზული. იმიტომ რომ სისხლის სამართლის ადვოკატს ყველაზე დიდი ქონება რაც შეიძლება კონდეს ცოდნასთან ერთად რეპუტაცია. რა თქმა უნდა, ხა არსებობენ გარკვეული ონლაინ ბოტები, რომლებიც კონკრეტულ კოლეგებს თავს ესხმიან უსაფუძვლო ბრალდებებით და რეალურად ვერაფერს ვერ აკეთებენ, მაგრამ ზოგადად ჩვენ რო ვისაუბროთ რეალურ სიტუაციაზე, ადვოკატის რეპუტაცია არის გადამწყვეტი, იქიდან გამომდინარე, რომ მის გარეშე და ჩვენ რა თქმა უნდა შევქმნათ რეპუტაციას განაპირობებს რა თქმა უნდა ცოდნა და გამოცდილება და კონკრეტული შედეგები განაპირობებს ამას. და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. თქვენ თუ ნახავთ აი კოლეგებს კონკრეტული შედეგები ვისაც აქვს, ხო? ვისაც ხალხი ენდობა. კი. რა თქმა უნდა ისინი საზოგადოების მხრიდანაც აღიქმებიან საკმაოდ დადებით პერსონაჟებად და ჩვენ ადვოკატებმა რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის სასარგებლო რაც არის რაც ჩვენზეა დამოკიდებული ხარ ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ და ვერაფერს რაც ჩვენზე არ არის ხო ეხა მე ვერ გავუშვებ კონკრეტულ მოსამართლეს თანამდებობიდან რა თქმა უნდა მაგრამ მე შემიძლია იურიდიულად მოვაგვარო საკითხები ამაში შეიძლება მათ შორის მე თვითონ ხარჯო თანხები და ვაკეთებ კიდეც მე ამას კი და რა თქმა უნდა ბევრი კოლეგაც აკეთებს ამას და ნიშნულოვანი არის რომ საზოგადოებრივად ვიმოღვაწეოთ ჩვენ არა თუ მარტო ასე რომ ვთქვათ სისხლის სამართალი რატო იყო შენი დაინტერესების ესეთი საგანი ნუ იცით როგორი სიტუაცია იყო ხათაშორის მეც რო დავიწყე მე პროფესია ავირჩიე 5 წლის ასაკში ავირჩიე სისხლის სამართალი ნახე მე ჩემსაზგეუბნები ხა და შენ მითხარი მე აი 5 წლის ასაკიდან რასაინტერესო არა მე 5 წლის ასაკში ხო ის სკოლაში რომ მივდივარ პირველ კლასში რომ მიდიან ბავშვები ხო იცით აი მაკედან დედაჩემა მითხრა ზეგავლენის ქვეშ ხო არა ხარ დედაჩემა მითხრა შენ უნდა გახდეო ადვოკატიო აჰა კაი მეთქი და კი გადაწყვეტილი იყო მაგ მომენტიდან ანუ მე უყურებდი ფილმებს მოგწონდა იქ ადვოკატი ხო ფილმებს უყურებდი მე იქ იმაში სკოლის ასაკში და ინგლისური ენა ძალიან მიყვარდა და აი მართლა ღამეებს ვათანებდი ამ ენის სწავლაზე და ნუ ისე მოვახერხე რომ კარგად ვისწავლე ეს ენა ვიწერდი ამერიკელი ადვოკატების წიგნებს რაღაცებს ჯერი სპენსის წიგნებს ეხაც მაქვს მაგალითად ბიბლიოთეკა მაქვს ბევრი წიგნი გავაჩუქე კიდეც სამწუხაროდ მაგრამ და ვკითხულობდი ხოლმე და მაძლევდა ეს მოტივაციას და რა თქმა უნდა ეს შენი ბავშვობის ოცნება ახდა ანუ კარგად გძნობ თავს ამ პროფესიაში კი ეხლა თავისთავად შემიძლია მე ჩემი ნიშა ვიპოვე და ჩემს ნიშაში როგორც საქმეების რაოდენობის კუთხით ისე ნდობის მაჩვენებლით და ასე შემდეგ კონკრეტული შედეგებით რა თქმა უნდა ეს მაქვს მე და ეს დადასტურებული შემთხვევებია და რა თქმა უნდა მე ამას მე აღარ მახსოვს ეხლა ვინ რომელმა მილიონერმა თუ ვიღაც ცნობილმა ადამიანმა თქვა იპოვეო საქმეო რომელიც გიყვარსო და გამოდის რომ მთელი ცხოვრება არ იმუშავებ და ამაში იცხოვრებ ამ საქმით და ამაში ფულს გადაგიხდიან კიდევ თუმცა ჩემთვის თავარი ფული არასოდეს არ ყოფილა არა ეხლა ნუ გასაგებია არა ფულზე არც ანუ ხარიდეული ადამიანი არის ეხლა თქვენ რომ ნახოთ ჩემი საქმეები ზოგი ადამიანი საერთოდ ვერ იხდის თანხას მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს რომ ყველაზე მეტ დროს ხშირად მათ საქმეებს ანუ ხანდახან არის მე მქონია შემთხვევა რომ თვითონ კლიენტი განსაკუთრებით ხა სამოქალაქოში ხა სისხლში ვერ გეტყვის კლიენტი მოდი თავი დავანებოთ ამ საქმესო ის ან მიდის საპროცესო შეთანხმებაზე იმიტომ რომ ხედავს მართლა რეალურად რომ ხა თავის მართლების შანსი არ არის და უნდა რომ დროზე დაასრულოს სხვათა შორის ესეც წეღან თქვი რომ საპროცესო საერთოდ არ არის სამარცხვინო იმიტომ რომ თუ შენი კლიენტის ინტერესი უბრალოდ ვიღაცებმა ძალიან ცუდი ფორმით წარმოუჩინეს ეს საზოგადოებას ეგრე არ არის ინტერესი არის შენ კლიენტი იყოს დაცული და თუ კი ბატონო ადექი და დაიცავი თავი და პირზე ხელს კი არავინ აგაფარეს მაგრამ შედეგი არ დაგიდგება საქმის მასალებს ხო ხედავ ეს სხვა რამეა ეს მეორე მაგრამ აი იქ როგორ გეტყვის ანუ ან მალე მორჩეთ საპროცესოთი თუ კი დარწმუნებულები ვართ რომ
ჩვენ აქ ვერაფერს ვერ გავხდებით და რასაც მეც ვიაქტიურებთ უფრო და უფრო გავაღიზიანებთ და სწორიც არის ხა დახარჯა დრო, დახარჯა რესურსი და აპელაციაში ბოლოს შეეუბნები რომ ეხლა გამიკეთეს საპროცესო. აქედან გამომდინარე, მაგრამ სამოქალაქოში ხშირად არის აი მართლა გაწელილი დავები და ხშირად ყოფილა რომ უთქვავს მოდი რა დაანებე თავი აღარ შემიძლია დავიღალე, მაგრამ იმდენად საინტერესო საქმეა რომ არ მინდა რომ თავი დაანებოს თვითონ იურიდიულად საინტერესოა როგორც кейსი პრეცედენტისთვის თუნდაც და ძალიან ხშირად არ მოყვება კლიენტი. იმიტომ რომ ნახეთ პირველი შემთხვევა არ შეხება არ ქონია. ანუ მე იმას ვამბობ რომ თანხაზე ლომექსის საქმიდან რაღაცა ლომექსი იპოვეს მეშმაკის ადვოკატში, მაგრამ ამე რო დაგუგლონ ან ხელოვნურ ინტელექტს რო გითხონ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმეების მხოლოდ 5% გადის არსებითი განხილვის ეტაპზე. 90-დან 95% შემთხვევებში მთავრდება საქმეები საპროცესო შეთანხმებით. ეს ხდება ამერიკაშიც და ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს ამაში არაფერი ცუდი არ არის იდეაში და ეს არის სავსებით ნორმალური. იცი რა, ახლა ამერიკა ახსენე და ძალიან აქტუალური არის ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქართველოშიც გვაქვს ნაფიც მსაჯულთა წეგან ახსენე კიდეც სასამართლო, თუმცა ყველა კატეგორიის საქმეს ეს არ ეხება და არის განსაკუთრებული საქმეები, მძიმე საქმეები ან საზოგადოებრივებისათვის მნიშვნელოვანი ისეთი საინტერესო საზოგადოებრიობას რო აინტერესებს ისეთი საქმეები, გახმაურებული ეგრეთ წოდებული, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ გვაქვს. ეს რატო არის შენი აზრით, იმიტომ რომ ბაზა არ არსებობს ნაფიცი მსაჯულების დიდი რაოდენობა არ გვაქვს, პატარა ქვეყანა, ყველა ერიდება, არ უნდათ, აი მოკლედ და როგორ ფიქრობ, უნდა გაძლიერდეს თუ არა ეს ინსტიტუტი, როგორ ფიქრობ? ნახეთ როგორი სიტუაცია, ყველა ქვეყანაში სასამართლო არის არ არის რესურს მედეგი, ანუ არ აქვს ისეთი რესურსები, რაც უფრო დიდია ქვეყანა და დიდია ქალაქები, იქ მოსამართლეებს აქვს უფრო მეტი დატვირთვა. კი. და ინდოეთში, რომლის კონკრეტულ ქალაქსაც აქვს 20 მილიონი, ყავს 20 მილიონი ან 40 მილიონი მოსახლეობა, იქ მოსამართლეს აწერია ათასობით საქმე. და შესაბამისად ნაფიც მსაჯულთა შეკრება, ორგანიზება, ფინანსური ხარჯები, სასტუმროების დაქირავება, შერჩევა და ასე შემდეგ ამერიკაშიც და საქართველოშიც და აქ ჩვენთან უფრო ნაკლებად გამოიყენება ეს ინსტიტუტი. არის გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, ყველა საქმეებს არ განიხილავენ და იშვიათად გამოიყენება. აღარ გამოიყენება ისეთი სიხშირით, როგორც გამოიყენებოდა ადრე. ბრიტანეთში შედარებით უფრო ხშირად გამოიყენება დღეს. და როგორ ფიქრობ, კარგია რომ გამოიყენებოდეს? როგორ ფიქრობ? გააჩნია საქმეს მე ვიტყოდი. ყველა საქმეში ვერ გამოიყენება. გააჩნია რა არის. ანუ ეთანხმები შენი პრინციპს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მძიმე დანაშაულებებთან დაკავშირებული საქმეები და კი, უფრო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ იმაგათად აუცილებელი მოგერიებით ჩადენილი მკვლელობა, ხო? ახლა შეიძლება რა ნაფიც მსაჯულები უნდა აი, ნარკოტიკების რეალიზაციაზე. შეიძლება უდანაშაულო იყოს ადამიანი, მაგრამ ხა ეს ისეთი დანაშაულია, თანამშრომლობა პატიმრები ესხმიან თავს თვითონ, ანუ პატიმრების მე-17 დაწესებულებაში ზონაზე რომ გადადიან ხოლმე სასჯელ მისჯილები, იქ უკან გადმოდიან გდანის მერვეში. რატო ერთი დახურულია და არა აქვს ამდენ პატიმართან წოდობა და იქ ცემენ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ იქ ეგრეთ წოდებული ის არის ქურდული მენტალიტეტის გაგების ხალხი არსებობს, ციხის სუბკულტურა არსებობს, ზონაა და რო იგებენ ახლა რაზეა დაჭერილი, არის ესეთ შემთხვევები, ფიქსირდება კონკრეტულად ეს დადასტურებული შემთხვევებია და ხა მაგას ნაფიცებთან გაიტანო ეგ შემთხვევა. გარეთაც ერთიან, შიგნითაც ერთიან. ყველა, მან ეგ არის ერთადერთი დამნაშავე, რომელსაც არც პოლიცია, არც პროკურორი, არც ადვოკატები, არც მოსამართლეები წყალობენ. გამსაღებლები ცოტა არამედ ჩვენი საქმე არ არის ვიღაცის დემაგოგია და ის რომ გამსაღებელია თუ ჩვენ ნებისმიერი ადამიანის უფრო. არა, ეხლა ჩვენ ვამბობ ობიექტურად რა მოცემულობა არსებობს. კი, გასაგებია, მაგრამ ახლა ის პოლიტიკა, მე არ ვიცი ხა ეგ კიდეც პოლიტიკა. ნახეთ, პროკურატურამ გააკეთოს, რამდენიც უნდა დაუჭერია, რაც უფრო მეც დაიჭერენ ადვოკატებისთვის დამერწმუნეთ ეგ უკეთესია. კი, ბევრი საქმე გვექნება, მაგრამ ნახეთ, ჩვენ საუბრობთ სასამართლოზე აქ და არა პროკურატურაზე. მე პროკურატურას ვერ ვასწავლი რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და ძალიან ბევრი ღირსეული პროკურორი არსებობს და ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი და მე მაგალითად მათ გაშავებას არ ვაპირებ. მე ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, რომელზეც პრობლემაა. კი. და ზუსტად სასამართლო რო თავის სიმაღლეზე იდგება როგორც ადვოკატი, ისე პროკურორი.
იმიტომ რომ ის რომ მოვა სტანდარტი მტკიცებულებითი ძალიან მაღალი უნდა კონდეს, მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი და როგორც გვიწერია კანონში ორზე მეტი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ხო მართალია? და ამაზე იმუშავებდნენ. ეხლა შენ ახალგაზრდა ხარ და შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ იყო დრო ჩვენ ცხოვრებაში, რომ ესე გადაკეცილ ორ ფურცელს შევიტანო, შიგნით არაფერი არ ეწერებაო და გამამტყუნებელ განაჩენს გამოვიტანო და გამოქონდათ. ეხლა საბედნიეროდ ესე არ არის. ეხლა ბევრი ფურცლები მოაქვთ, მაგრამ შიგნით წერია ისაა კიდე მთავარი. და მოსამართლე იმისთვის არის მოსამართლე, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი რო არის, იქ პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ იმას დახვდება მაგარი ადვოკატი და იქ თუ რაიმე ბოდიში ამ გამოთქმისთვის იაღლიში აქვს დაშვებული, ზუსტად მაგას დავდებთ ჩვენ ადვოკატები და ეგ არის ჩვენი იარაღი და ნუ დაუშვებენ ამ იაღლიშებს. იაღლიშს თუ არ დაუშვებს, არც ტყუილა ბრალს არ წარუდგენს. ნახეთ ქალბატონო ელსა, პირადად ჩემ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანის გამტყუნება ერთი ის ვიცი, რომ საერთო სასამართლოების ძვირი დაუჯდება. კი. დაუჯდება როგორც საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებად, ისე იქაც გავასაჩივრებ, თანხა საერთოდ არ მაინტერესებს მაგ შემთხვევაში. იმიტომ რომ აქ არის საუბარი ჩემს რეპუტაციაზე, ჩემს სახელზე, როცა ესე მისაბუთებს რაღაცას. წადი ასაჩივრეო და კი, წადი და მიჩივლე. ხო, წადი და მიჩივლეო და ჩაგბარდებაო და გადაწყვეტილებაო და დამამცირებელ მდგომარეობაში მაგდებს. მე რა თქმა უნდა რესურსს არ დავზოგავ, სხვა საქმეებს თავს დავანებებ და მაგ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი ყოველ შემთხვევაში. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. იქ თავარიც კი არა, წააგებ თუ მოიგებ. თავარია და კიდე ერთი ბოლოს შემაჯამებლად ნახე, სულ მე მქონია შემთხვევები, საბედნიეროდ მქონია გამამართლებელი განაჩენებიც და მე რადგან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ, ჩემი გამართლებული პირები ჩემთანვე აგრძელებენ ადმინისტრაციულ დავებს, შემდეგ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სასწაული ხდება, ესე იგი მოდის პროკურატურა გეუბნება, აი რა მექნაო მეო, რა სად არისო მიზეშედეგობრივი კავშირიო, გამართლებულ პირზე მელაპარაკება. სად არისო მიზეშედეგობრივი კავშირიო, მეო რატო უნდა გადავიხადო ეს კომპენსაციაო, როდესაც მეო კანონიერი მოქმედება შევასრულეო, ბრალი ქონდა წარდგენილი და დავიჭირი, აბა რა უნდა მექნაო. ხო და ეს ბრალი რო არ დადასტურდა მაგაშია საქმე და კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს ასეთ საქმეებში, აი მარიაბილიტირებელ საქმეებში სამ ადამიანის პრობლემა არ არის ეგ, აბსოლუტურად დანაშაულის მიუხედავად, მისი ბრალეულობის მიუხედავად, მაინც ეკისრება სახელმწიფოს. ეხლა სახელმწიფოს რო ეკისრება, ჩვენ ნახე რა დღეში ვართ, ის არ ყოფნის საზოგადოებას, რომ ვიღაცა უდანაშაულო პირი დაიჭირეს, ბრალდებული იყო, ციხეში იჯდა თუ არ იჯდა, ამ სტიგმის ქვეშ ხო იყო, ბოლოს ხო გამართლდა ოდესღაც, რამდენიმე წელი გავიდა. და ეხლა ჩვენ ამ მოსამართლეს, ამ პროკურორს ხო უხადეთ ფული. და ნუ კაი, რომელიღაც მოსამართლემ გაამართლა. ეხლა ჩვენი ჯიბიდან ხო დაფინანსდა ეს პროკურორი, რომელმაც ეს ქნა. ეხლა ისევ ჩვენი ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს, რომ ამას მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდეს. აი მარტო დაფინანსდეს. ხო და ნახე ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ფული. კი, გავიგე, მაგრამ დაფინანსდეს ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ჩვენ მოკლედ უნდა არ დაუშვათ რამენაირად, იქამდე არ მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანი იძულებული გახდეს, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს კომპენსაცია. ადამიანმა სამართალი იპოვოს სასამართლოში. 100% ევროპაში სხვათა შორის ქალბატონო ელზა მესამე ადგილზე ვართ ვარცხნებით პატიმრების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე. ხო. ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველზე იყო თურქეთი, ახლა რუსეთი და 300 პატიმრით არის რუსეთი, 100,000 მოსახლეზე და 285 პატიმრით არის საქართველო. ესე იგი, ამ პატიმრების უდიდესი ნაწილი არის ნარკოტიკები და ოჯახური ძალადობა. სავსეა ციხეები, ესე იგი, ოჯახური ძალადობის ეგრეთ წოდებულის მუხლებით. ეს კიდე ცალკე თემაა. ჩვენ წეღავთ თქვით, რომ ამაზე ჩვენ არავის არ მოუწოდებთ, რა თქმა უნდა, ძალადობა არის დაუშვებელი და საშინელება, მაგრამ აი არა, მე ანგარიშწორების იმად იარაღად რო არის გადაქცეული გაბრაზებული ცოლებისთვის, ეს კიდე ცალკე თემა არის. არა, ნახეთ როგორი სიტუაცია, გაბრაზებული ცოლები ერთია, მეორე საკითხია, რომც იყოს ძალადობა, ახლა ჩვენ ძალადობას არ ვამართლებთ იქ. რა თქმა უნდა. მაგრამ სასამართლოში მოგეხსენებათ მათ შორის სასჯელის დანიშვნისას მოწმდება ვის მხარეზეა მორალური უპირატესობა. და ბევრი ფაქტორი მოწმდება. ყოფილა შემთხვევები უდანაშაულო ადამიანი ყოფილა, ოჯახური ძალადობის ბრალდების მსხვერპლი, რომ მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაულობა, ღალატი მივიდა კაცის სახლში, დაინახა ღალატის სცენა, დაინახა შიშველი კაცი, ხალათიანი ცოლი.
და ცოლი არ უცემია პირობითად გაეკიდა კაცს საცემრად, ის კაცი გაიქცა და მე ცოლმა დააბრალა კონკრეტული დანაშაული და დაზიანებებიც არ აქვს. დაზიანებები არ აქვს, მოწმე ჩვენებაც არ მისცა, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა ჯვარედინი წესით დაეკითხა. ეს კონვენციით გარანტირებული უფლებაა და იმის გამო დაუყენებიათ გამომტყუნებელი, მე თვითონ მაგ ეს ნანახი, მე მაშინ სტაჟიორი ვიყავი. და შემაკავებელი ორდერი გამოიცა და ეგ არ გაასაჩივრა 3 დღის ვადაში. და ამით აღიარა დანაშაულიო? ნოლო კონტენდერე ლათინურად არ მსურს შედავება, ესე იგი ვადასტურებ, აი მაგ ლოგიკით დაახლოებით. ხა მე მან შევიმუშავე ესეთი რაღაც, რომ მე ცნობას ვიღებ ხოლმე ხა კანცელარიიდან ოჯახური ძალადობის საქმე ცნობას ვიღებ კანცელარიიდან, რომ აი ამან არ გაასაჩივრა შემაკავებელი ორდერი, მაგრამ შემაკავებელი ორდერი არის დროებით, ძირითადი ღონისძიება არის დამცავი ორდერი. კი. და ივან თუ მიმართა, აბა ერთი თვის მერე დამცავი ორდერის გამოცემის. ეხა ეს რანაირი გამამართლებელი ის არის საბუთი, მაგრამ ერთი იმიზნით გამოიყენება, რომ აი ეს რაღაც სპეკულაცია, რითაც ასაბუთებენ, რომ შემაკავებელი ორდერი არ გაასაჩივრე. რომ მაგაც იქნებ პასუხი გავცეთ და სხვათა შორის მოდი იქნებ გავაფრთხილოთ ეხლა მამაკაცებიც გვისმენენ ახალგაზრდა ბიჭები ქალებიც მათ შორის იმიტომ რომ ძალადობის მოძალადე შეიძლება ქალიც იყოს წინა პოდკასტშიც თქვი ხალხო გავფრთხილდით ნახეთ რაში იყურეთ ზოგს მიაჩნია რომ აუცილებლად დალურჯება უნდა კონდეს და ყელში წაჭერილი უნდა კონდეს და ჭრილობები რომ ძალადობის ხორბლად აღიქვან კითხვარი უნდა ნახოთ პოლიცია რომელსაც უსვავს ამ ეგრეთ წოდებულ მსხვერპლს ხომ არ გიკრძალავს ანუ Facebook-ს ხო არ გიკონტროლებს არა ესეც არის ხო ანუ ნებისმიერი აი ვთქვათ ძმა ხარ ეხლა შენ დედა ხარ მამა ხარ მამაც სხვათა შორის დედაც შვილზე არასრულწლოვან ბანთა უფლებები ხო კიდე ცალკე თემა არის და აი იქ რატო წახვედი ის შენი ამხანაგი არ მომწონს თმა რატო ესე შეიღებე Facebook-ში იმას რატო მოუწონე რაღაცა ასეთ რამესო აკეთებსო იმა რო უთხრას კიო საერთოდ აღარ არის საჭირო ცემა ტყეპად და დალურჯებები კი ნახეთ უკვე დანაშაულია აქვს რაღაც ეს ახლა მაგალითად დედა თუ და მამა თუ შვილს რომელიც არის არასრულწლოვანი უკრძალავს პირობითად რაღაცა ისეთი ამოღებული ტანსაცმლის ტარებას ეს აღზრდის ისა ისახეობა ხარ კლუბში ღამის 3 საათზე ხო ეხლა ღამის 3 საათზე რო 16 წლის ბავშვი ბიჭი იქნება გოგო მნიშვნელობა დააჭერინებს ბიჭები ყოფილან ის რა ქვია მოუკლავთ მე ეს ბიჭები კლუბებში რაღაც უჩხუბიათ და დაუზიანებიათ სერიოზულად ნარკოტიკითაც ბევრი დაიღუპა კი ნარკოტიკითაც და მამას არ აქვს უფლება შვილი აკონტროლოს სადაც ხო აი არა აქვს და დედას არ აქვს ძალიან ბევრმა ესეთმა ბავშვმა მშობელი დააჭერინა რო იცოდი კი და მაგას გეუნები და ეხა ნახეთ ყველაზე ერთი უკიდურესობიდან მეორეში ატო ვიჩეხები აი მაგალითად მე დავსვა ერთ ჰიპოთეტურ შეკითხვას პრობლემა იცით რა არის მოწმე რო არ მოიყონოს პროკურორმა მან გონიურობების მიღმა სტანდარტით ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასამართლო მაგრამ მე რო ეხა შევიდე მე და თქვენ რო შევიდეთ პოლიციის განყოფილებაში ჩვენი კლიენტი რო დავიცვათ და ჩვენ რო გცემოს პოლიციამ კი და დალურჯებები რო გქონდეს იქ უკვე მაღალი იქ იცით რა არის საერთოდ გამოძიებას დაიწყებენ თუ არა ეგ კიდე არ არის მაგრამ აი როცა მაგალითად ხშირად იჭერენ ხოლმე ბრალდებულებსაც ცემენ მოწმეებს ცემენ რომლებიც შემდეგ ბრალდებულები ხდებიან. და ეს ადამიანები რო ამბობენ სასამართლოში რომ ცემესო და უკანონოდ არის მტკიცებულება სასამართლო არ ეუბნება რომ არ არის მტკიცებულებები და ისეთ სტანდარტს ეუბნება რომელიც ვერ დაამტკიცებს. ერთი მოწმის ჩვენება მან მტკიცებულება არ არის. მიუხედავად იმისა ლატენტურ პირობებშია ჩადენილი და წამებისა და არაადამიანური მომყრობის პოლიცია რო გცემს ეგ ცემა კი არა ეგ არის პირდაპირ ან წამებად კვალიფიცირდება ან არაადამიანურ მომყრობად ან ღირსების შემოღება და თუ იქ არის დაბალი სტანდარტი ოჯახურ ძალადობაში სადაც სხვა ვერ შეესწრებოდა იქ ვინ უნდა შეესწროს კი იქ ვინ უნდა შეესწროს ის ლატენტურ ვითარებაშია და თან კიდე იქ მტკიცების ტვირთი აქვს სახელმწიფოს ამტკიცოს რომ წამება როცა დაზიანებები აქვს ადამიანს რომს დაამტკიცოს ყოფილა შემთხვევები ხა არ მინდა პოლიტიკურ წინასწარ დაკავებაში ხო შემოწმება ხო უტარდება კი წინასწარ და ეხა მაგ საქმე თუ გინდა დოკუმენტებს განახეთ წინასწარ შემოწმებაში არაფერი არ დაუწერეს გზანში გადაიყვანეს და იქ დაუწერეს დაზიანებები რასაც მიუთითებ და ეგენი ამოვიდა ანუ საცემეს გზაში არა რეალურად იქ აი იქ არ დაუწერეს იქ ცემეს შემთხვევის ადგილას უბრალოდ ეგრეთ წოდებულ კაპეზეში არ დაუწერეს და დაუწერეს გზანში არ გამოაჩინა იზოლატორმა მე ამის დოკუმენტი მაქვს ორივე შემიძლია განახო არა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ძალიან ბევრი კი და ერთ შემთხვევაში არ არის ეს მტკიცო რომს დაამტკიცო ისიც სასამართლო რას გეუბნება ეგ სხვა საქმეა ცალკე საქმე არის ხო
ამ სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში არა მე ცემაო მახსოვს რაშუაში. მიკითხავს ასემოთოს რომ უთქვავს რომ ამაზე ცალკე საქმე არ აქვს აღძრულიო არ უჩივლიო და ასე შემდეგ. ხო, ნუ მაგითაც აპრავებენ ესე. კარგი, მოკლედ ჩვენ მე მგონი ყოველგვარ დროს და მას გადავაჭარბეთ. მაგრამ მე მგონი სასიამოვნო და საინტერესო სასიამოვნო რა გითხრა, მძიმე თემები იყო, მაგრამ საინტერესო საუბარი ალბათ იყო, მე ვფიქრობ. ამას შეაფასებს ჩვენი მაყურებელი, იმედი მაქვს, გამახმაურებები გვექნება, კითხვები გვექნება, თემები გვექნება და აი როგორც წეღანსაბამ თქვა, ჩვენთვის საინტერესოა ნებისმიერი кейსი, რომელსაც მოგვაწვდით, ნებისმიერი საქმე, რომელიც ყველა საქმეს ჩვენ ჩახედული ვერ ვიქნებით, ხო? ჩვენმა კოლეგებმა, ასევე მოსახლეობამ შეიძლება მოხდა რაღაც ისეთი, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა და არ ვიცით და თუ არ გვეტყვით, ვერც გავიგებთ და საიდან უნდა გვითხრათ, გარდა იმისა, რომ დაგვიწეროთ კომენტარებში, გააზიაროთ ეს ვიდეო, სხვასაც მისცეთ საშუალება რომ ნახონ, შეაფასონ და იკონტაქტონ ადვოკატის ხმასთან, იმიტომ რომ აი ამ სტუდიასთან კონტაქტი, აი ამ გადაცემასთან კონტაქტი ადვოკატთა ძალიან დიდ კორპუსთან კონტაქტს ნიშნავს მარტო სისხლის სამართლის კომიტეტში, წეღან როგორც აღნიშნეთ 40-მდე ადვოკატი მუშაობთ, საკმაოდ კვალიფიცირებული არიან ჩემი კოლეგები, მე ძალიან მიხარი ამასთან ერთად ყოფნა. და აგერ მე დავპირდი კომიტეტს, რომ მე აქ ვარ, თუ რამე საინტერესოს გავაკეთებთ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაგებინებთ. მაყურებლებს, ამიტომ მოელოდეთ ჩვენგან საინტერესო სიახლეებს და თქვენგან ველოდებით ახალ ამბებს, რომლითაც ჩვენ დავინტერესდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ლისი პოდკასტს, რომელიც ასეთი კეთილი მასპინძელია ჩვენთვის. მადლობა თქვენს რომ მომიწვიეთ და ჩემი აზრი მნიშვნელოვნად ჩათვალეთ და დარწმუნებული ვარ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიაზრებს ერთ კანონზომიერებას, რომ თავი არის სიმართლის დამტკიცება ყოველთვის. რადაც არ უნდა დაგვიჩნდეს ეს. და დანარჩენს ალბათ უკვე თვითონ მაყურებელი გადაწყვეტს, რას როგორ უპასუხოს მომავალში. მადლობა. არაფრის, მადლობა თქვენ.